მოგესალმებით, მე ვარ ქეთევან ხითარიშვილი. ჩვენ დღეს ვიმყოფებით კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მოგეხსენებათ, ჩვენთან ინახება ძალიან მრავალფეროვანი და უნიკალური კოლექცია და დღეს ჩვენ უკვე ვისაუბრებთ ისეთი მასშტაბური საზოგადო მოღვაწის შესახებ, როგორიც იყო სულხან საბა ორბელიანი. სულხან საბა ორბელიანი მოგეხსენებათ იყო მე-17-18 საუკუნეების მოღვაწე და ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში იყო საკმაოდ რთული პოლიტიკური გარემო. ქართველ ერს უწევდა ბრძოლა ერთი მხრივ ირან-ოსმალური აგრესიის მოსაგერიებლად, მეორე მხრივ იყო შიდა დაპირისპირება და ხშირად ტახტისთვის ბრძოლაც კი. შესაბამისად ეს ყველაფერი აისახებოდა იმ ეპოქის ფონზეც, ზოგადად პოლიტიკურ გარემოზეც, ეკონომიკურ გარემოზეც, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ კულტურული ლიტერატურული თვალსაზრისით აი ეს ეპოქა გამოირჩევა, იმიტომ რომ ამ ეპოქის მესვეურებმა მიზნად დაისახეს, რომ ერის გადარჩენის ერთ-ერთი ბერკეტი და პირობა ყოფილიყო ცოდნისა და განათლების მიღება. სულხან საბა ორბელიანი უნდა მივიჩნიოთ განმანათლებლად და მასთან ერთად მისი მამიდაშვილები. როგორც თქვენ იცით, ის იყო დაახლოებული სამეფო კართან, ნათესაური კავშირი ჰქონდა მას, ხოლო ვახტანგ მეხუთის შვილები კი, რა თქმა უნდა, იყვნენ მისი მამიდაშვილები. გიორგი მე-11, მეფე პოეტი არჩილი, ლევანი, ისინი იყვნენ ძალიან განათლებული ადამიანები, კერა იყო ცენტრი, იყო საგანმანათლებლო, აი ესე შეიძლება ვთქვათ, სამეფო კარზე. და სწორედ ამიტომ სახელმწიფოებრივ საქმიანობაშიც და სამეცნიერო საქმიანობაშიც აქტიურად იყო ჩართული სულხან საბა ორბელიანი და ძალიან საპასუხისმგებლო საქმეები იყო მასზე დაკისრებული. და სწორედ მას შეუდგენია ლექსიკონი ქართული, მასზე მუშაობა დაუწყია 1685 წელს, იმიტომ რომ აღნიშნავს, რომ ქართლის ქვეყანაშიო ლექსიკონი აღარ იპოვებოდეს. გამოდის, რომ მანამდე იყო რაღაცა წინამორბედი ამ ლექსიკონისა, რომელიც დაკარგულა როგორც ჩანს და შესაბამისად დადგა საჭიროება ქართულიანის სიწმინდის დაცვის და აი ამ მხრივ სულხან საბა ჩართეს ამ ამბავში გიორგი მე-11-მ და ასევე ცნობები არის, რომ მეფე პოეტმა არჩილმეც და ლევან ბატონიშვილმეც. სულხან საბა ორბელიანი, როდესაც ქმნიდა ამ ლექსიკონს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წყარო იყო საჭირო და ძალიან ბევრ წყაროს ეფუძნება ის იქნება ლიტერატურული, გეოგრაფიული, ბუნებისმეტყველებითი, ასტრონომიური, ასტროლოგიური. ძალიან საინტერესოა თვითონ ქარის სქემაც, რომელიც ძალიან ბევრი სახელდება ამ ქარის და გვიჩვენებს მის ბუნებისმეტყველურ, თქვათ, ცოდნას. ის სასულიერო ლიტერატურიდანაც იღებს ლექსიკონ ერთეულებს, ასევე საერო ლიტერატურიდან, მაგალითად ვეფხისტყაოსნიდან, ამირბარი, ბალახში, თქვათ, აჯიღა, კატაბანი, ეს ყველაფერი განმარტებული აქვს მას. ისეთ მოღვაწეებს ახსენებს, როგორებიც იყვნენ დიონისე არეოპაგელი, ნემესიოს ემესელი, მაქსიმი აღფსარებელი, იოანე დამასკელი და შემდეგში აქვს უკვე გეოგრაფიული ტერმინებიც, რა თქმა უნდა, სადღაც 20,000-მდე ლექსიკურ ერთეულს მოიცავს ეს ლექსიკონი. 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ის ამ ლექსიკონზე. არ არის მხოლოდ განმარტებითი ეს ლექსიკონი. მას აქვს ასევე თარგმნითი ფუნქციაც, იმიტომ რომ აქვს თურქული შესატყვისები თითოეულ სიტყვას, ასევე სომხური და იტალიური შესატყვისებიც. ეს ხელნაწერი გადაწერილია კონსტანტინოპოლში. თუ როგორ აფასებდა ვახტანგ მე-6 სიტყვის კონას, რომელიც მან დაარქვა და შემდეგ სულხან საბამას გაიზიარა ეს სახელდება და ამგვარად დაარქვა თავის ლექსიკონს, რადგან დაშვრა ასრე საბა, ქება მართებს აწყა მეცა, შეუყრია მრავლად სიტყვა, რა ვიხილეს სიბრძნე მეცა. სად ვნახევდი ასრე კრებით, ქვეყნად მევლო გინდა მეცა, და საქმით ცანით, თუ ვისწავლი, ვით ვინაყვლი კიდეც მეცა. სიტყვის კონის ავტოგრაფული ნუსხების გარდა ჩვენ გვაქვს ასევე 1730 წელს შედგენილი ალექსი მესხიშვილის მიერ, სწორედ ლექსიკონი ქართული, სიტყვის კონა იგივე, რომელშიც არის ფიქრობენ მეცნიერები სულხან საბა ორბელიანის პორტრეტი. 1453 წელს თურქებმა აიღეს კონსტანტინოპოლი და შესაბამისად ჩვენთვის დაიკეტა გზა ევროპისკენ. შესაბამისად, ჩვენს ლიტერატურაში მე-16-მე-17 საუკუნეში დაიწყო სპარსოფილური ტენდენციის გაღვივება და ჩვენი პოეტიც კი თეიმურაზ პირველი ამბობდა, რომ სპარსული ენის სიტკბომა
მასურვა მუსიკობანიო და ის წერს ისეთ ნაწარმოებებს, როგორც არის ვარდ ბულბულიანი, შამი ფარვანიანი, აი აღმოსავლური ლიტერატურის გავლენით. თუმცა ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მას საკუთარი დედის შესახებაც დაუწერია პოემა ქეთევანიანი. უნდა აღინიშნოს, რომ აი ამან შემოიტანა ერთგვარად ფორმისადმი უფრო მეტად მიდრეკილება, ფორმას უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე შინაარს. მოიტანა ლექსები ჩარხებ-მბრუნავი. აი რომელი მხრიდანაც არ უნდა წაეკითხათ, დიდ და მნიშვნელოვან აზრს ვერ ამოიკითხავდნენ. და აი სულხან-საბა ორბელიანმა სწორედ თავისი იგავარაგთა კრებული ციბნეს სიცრუისა დაგვაბრუნა აი ამ რელსებზე, შეიძლება ასე ვთქვათ, მამხილებელი ტონით გვესაუბრება სულხან-საბა ორბელიანი ამ ხელს თავის თანამედროვე საზოგადოებას და ამასთანავე გვიჩვენებს იდეალური მეფის სახეს, იმიტომ რომ იმ ძნელბედობის ჟამს აუცილებელი იყო და მნიშვნელოვანი და საშური, რომ მეფე ყოფილიყო სამართლიანი და ძალიან განათლებული და მცოდნე თავისი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, რომ მის კალამს ეკუთვნის მოგზაურობა ევროპაში. ამ პერიოდისთვის უკვე ქართველი სამეფო კარი ეძებს ახალ კონტაქტებს ქვეყნის გადარჩენისა და წინსვლისთვის. შესაბამისად, ვახტანგ მეექვსემ და სულხან-საბა ორბელიანმა მიზნად დაისახეს ევროპასთან კავშირი. ეს ყველაფერი აღწერილია მის ნაწარმოებში მოგზაურობა ევროპაში. მოგზაურობა ევროპაში იყო ახალი ჟანრი, უცხო ჟანრი ჩვენს ლიტერატურაში, იმიტომ რომ მანამდე ეს მხატვრულ-დოკუმენტური პროზა არ ყოფილა ჩვენთან და აი სულხან-საბამ შემოიტანა ეს ახალი ჟანრი ჩვენს ლიტერატურაში. უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ სრულყოფილად არ მოღწეულა ეს ხელნაწერი ჩვენამდე. დაკარგულია აი საფრანგეთში ყოფნის პერიოდი და იწყება სწორედ საფრანგეთიდან წამოსვლით და შემდეგ აი ძალიან გრძელი, რთული გზა გაიარა. ძალიან დაწვრილებით აღწერს. ასე ამბობს, რომ რაც არ მინახავს, არ აღწერო. ანუ ძალიან სანდო და უტყუარი წყაროც გამოდის შესაბამისად ეს მოგზაურობა ევროპაში. სულხან-საბა ორბელიანი დასახლებულ პუნქტებს აღწერს, ეკლესია მონასტრებს, აინტერესებს ის ბუნებრივი გარემო, კლიმატი, ასევე პოლიტიკური წყობის ფორმა, მმართველობის წყობა, ზოგადად ამ თუ იმ ქვეყნის იქ, რასაც ხედავს, ხშირ შემთხვევაში ანალოგიებს ხედავს თავის ქვეყანასთან. როგორც აღნიშნეთ, სულხან-საბა ორბელიანი დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ლუი მე-14-ის კარზე და მას უნდა წაეღო იქ კარტოგრაფიული მასალა, რომლითაც გაეცნო მისთვის ის ქვეყანა, რომელსაც პერსპექტივაში უნდა ქონოდა მასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა. სწორედ აი ამ მასალაზე დაყრდნობით 1723 წელს ასტრონომი, კარტოგრაფი გიომ დელილი გამოსცემს კავკასიისა და კასპიისპირეთის რუკას. და თვითონ რუკაშიც არის მონაცემები ამის შესახებ, რომ სულხან-საბა ორბელიანს ეყრდნობა და ასევე საფრანგეთიდან წარგზავნილ სპარსეთის ელჩებს. მოგეხსენებათ, რომ სულხან-საბა ორბელიანი სარედაქციო საქმეებში ძალიან აქტიურად იყო ჩართული. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება მცხეთური ბიბლია, ეს არის სრულყოფილი ბიბლია, სრული სახით და სწორედ აქ საძიებლები მხედრული ხელით ჩაურთავს სულხან-საბა ორბელიანს. სარედაქციო საქმიანობასთან დაკავშირებით არ უნდა დავივიწყოთ ვახტანგ მეექვსის მიერ წამოწყებული საქმე ქილილა და დამანას თარგმანის. თავიდან ამ ნაწარმოების თარგმნა დაუწყია თეიმურაზ პირველის მამას დავითს. შემდეგ უკვე ძალიან დიდი შრომატევადი საქმე გაუწევია ვახტანგ მეექვსეს, ხოლო საბოლოო სახე მიუცია უკვე სულხან-საბა ორბელიანს. მას გაუჩალხავს, ასე ამბობს. როგორც ვიცით, ამ პერიოდისთვის იყო ძალიან რთული პოლიტიკური გარემო. გიორგი მე-11, რომელიც იყო სულხან-საბა ორბელიანის გამზრდელი და ასევე ერეკლე პირველი, ნაზარ ალი-ხანი, ერთმანეთს დაუპირისპირდა ქართლის ტახტის გამო. სულხან-საბა ორბელიანი, რომლის აღზრდელი იყო გიორგი მე-11, რა თქმა უნდა, აქტიურად იდგა გიორგი მე-11-ის გვერდით და ამიტომ დევნის ობიექტიც გამხდარა. რეპრესირებული იყო, მამულის კონფისკაციამდე მივიდა მისი საქმე და შემდეგ უკვე
1698 წელს ის ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში. სწორედ აი ამ ეკლესიაში მას წარმოუთქვამს 46 ხომილია, ქადაგება და ამ ნაშრომს ქვია სწავლანი. სწავლანში აი ამ 46 ხომილიაში უკვე პირდაპირ ამბიონიდან ამ ხელსაზოგადოებას, იმ მანკიერ თვისებებზე მიუთითებს, ასევე წმენის კრიზისზე ქართველი დიდგვაროვნები ხშირ შემთხვევაში ისლამზე გადადიოდნენ მატერიალური კეთილდღეობის გამო და იყვნენ მედროვეები ამბიონიდან სულხესაბა აქტიურად ამხელს მათ. როგორც კი ვახტანგ მე-6 დაჯდა უკვე ტახტზე, ის ბრუნდება ამ მონასტრიდან და დგება ვახტანგ მე-6-ის გვერდით, მასთან ერთად ეძებს უკვე ხსნის გზას, პოლიტიკური, პირადი, ეს იქნება ევროპული გზა, თუ რუსეთთან კავშირები და შესაბამისად აი ამ ეტაპზე მას მიუღია კათოლიკობა. უნდა ვიფიქროთ, რომ პოლიტიკური ნიშნით მიიღო მან სწორედ კათოლიკობა და ის გამხდარა ბასილიანთა ორდენის წევრი. სულხესაბა ორბელიანი საბოლოოდ იძულებულია, რომ წავიდეს მოსკოვში, რუსეთში, იმიტომ რომ ვახტანგ მე-6 პოლიტიკური მდგომარეობის გამო რაჭის გზით გადადის უკვე რუსეთში 1200 არისტოკრატთან და დიდგვაროვანთან ერთად. და მანამდე ამ გზას დაადგა სულხესაბა ორბელიანი, რომელიც გარდაიცვალა 1725 წელს. ის დაიტირა მისი მამიდაშვილის, მეფე არჩილის ქალიშვილმა დარეჯანმა და დაკრძალულია მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში, სესვიაცკოეში. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ საბოლოოდ ის დაუბრუნდა მართლმადიდებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მართლმადიდებლური ტაძრის ეზოში არ დაკრძალავდნენ. ერმა რამდენიმე ტაეპში ჩამოქნა სულხესაბა ორბელიანის ღვაწლის შესახებ, სულხან-საბა ორბელისძე სიბრძნით ახდა ორბებისზე.